6 სტრატეგია, მაგრამ არის თუ არა 6 საპასუხო ზომა? დიახ, შეერთებული შტატები ემზადება ირანის ომის ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანიისთვის, ჰორმუზის სრუტის კონტროლისთვის ბრძოლისთვისთვის. რისი ბედი წყლება? სოფლიოს ნავთობის 20% სტაბილური სამომხმარებლო ფასები და ტრამპის ადმინისტრაციის სურვილი თავიდან აიცილოს ომის სწრაფად დასრულების აუცილებლობა. წარმატების საზომი. სამოქალაქო ტანკერების დარწმუნება საჭირო, რომ სრუტის გავლა უსაფრთხოა და ნავთობის ფასების ზრდა ღირს რისკად. დღეს განვიხილავთ 6 ვარიანტს, რომლებიც ირანმა სრუტის ბლოკადისთვის შეიძლება გამოიყენოს. რაკეტები, შაჰედები და კვადროკოპტერები, სწრაფმავალი ნავები, საზღვაო დრონები, ნაღმები. თითოეულთან ერთად გავაანალიზებთ, რა შეძლებს აშშ-ო ამ ზომის წინააღმდეგ. ეს და გვეხმარება გავიგოთ, რას მივაქციოთ ყურადღება ბრძოლის დაწყებისას. დავიწყოთ მიმოხილვით, რამდენად რეალურია გემების დარწმუნება, რომ სრუტე გაიარონ. ზოგადი პასუხი ასეთია. დიახ, გემები მზად იქნებიან ამისთვის, თუ დაიჯერებენ, რომ ამის გაკეთება საკმარისად უსაფრთხოა. სასორზე ზედმეტად დიდი ფულია იმისთვის, რომ უარი თქვან. ეს უკვე ჩანს. სრუტე არ არის დახურული, ის დახურულია. ომის პირველ ორ კვირაში სრუტეში დღეში დაახლოებით 2 ტანკერი და 3 სატვირთო გემი გადიოდა. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ დღეში 50 და 45 ხომალდი. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მოძრაობა მაინც არის. ისინი, ვინც წავიდა, ალბათ ირანისგან ნებართვა ჰქონდათ, რაც დაამშვიდებლად ჟრერს, მაგრამ მაინც თითოეულ კაპიტანს იმ მდგომარეობაში აყენებს, რომ შემთხვევით შეიძლება დაზიანდნენ. თუმცა იმდენი ფულია სასწორზე, რომ თუ საფრთხოდ მიიჩნევენ თავს, რისკზე მაინც წავლენ. დანარჩენი გემები მოქმედების რეალურ გეგმას ელოდებიან. დაზღვევა პრობლემა არ არის. კერძო პრემიები მკვეთრად გაიზარდა, თუმცა თეთრი სახლი მზადაა ჩაერიოს. აუცილებელი მოქმედების გეგმა სამხედროების პასუხისმგებლობაა. როგორც კი გეგმა ამოქმედდა, გემებმა საქმიანობა თითქმის ჩვეულებრივად გააგრძელეს. ირან ერატის ომისას ირანის სპარსეთის ყურეში გემებს ესხმოდა. შეერთებული შტატები ჩაერია და გემებისთვის, რომლებიც ყურეში გადიოდნენ, ესკორტი უზრუნველყო, რის შედეგადაც ნავთობის ნაკადი არ შეწყვეტილა. დღეს 2 ბარიერი დგას გზაზე. ერთია საკმარისი ესკორტის ხომალდების ხოლა. ეს ნაწილობრივ აშშ-ის მობილიზაციის საკითხია, ნაწილობრივ კი პოლიტიკური საკითხი, რომ ოპერაციაში საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთონ. ამაზე შემდგომში ვისაუბრებ, რადგან როგორც ყველა პოლიტიკა, ესეც ახლა არეულობაა. მეორე ნაწილი ირანს ისეთ ზიანს მიაყენებს, რომ ესკორტები და კომერციული გემები ოპერაციას უსაფრთხოდ ჩათვლიან. ეს აღარ არის 1980-იანი წლები. ტექნოლოგიები და ირანის სამხედრო საფრთხეები განვითარდა. საჭიროა რისკების სიის გადახედვა. აქ კიდევ ერთი ბოლო მნიშვნელოვანი საკითხია. USS Gerald R-40 უკანიკოს. მისი მისია სტანდარტულზე დიდხანს გაგრძელდა და რადგან ჯერ ვენესუელაში იყო საჭირო, შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთში დაბრუნდა. მისი ეკიპაჟი გადაღლილი იყო, ტუალეტები კი არასაიმედო იყო. ბოლო წვეთი სარეცხო თაღში ხანძარი იყო. საქმე ისაა, რომ რეგიონში აშშ-ის უმთავრესი აქტივი ბაზაზე შესაკეთებლად უნდა დაბრუნდეს. შემდეგი ჯორჯ A.U. ბუშია, რომელიც საბრძოლო მზადყოფნაშია სერტიფიცირებული, თუმცა მისი განლაგების გრაფიკი უცნობია. ამან შეიძლება შეაფერხოს აშშ-ის ძალების უნარი, გაუმკლავდნენ ირანის საფრთხეებზე სრუტეში. რუტეში გადავიდეთ პირველ საფრთხეზე. გამავალ ხომალდს პირდაპირ რაკეტები ესროლეს. ეს, როგორც ჩანს, ყველაზე საშიში შესაძლებლობაა, მაგრამ ირანი აქ პრობლემებს შეხვდება როგორც მაღალ, ასევე დაბალ დონეზე. ომის დაწყებიდან აშშ-ისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ირანის რაკეტების შესაძლებლობების შემცირება ცნობილი გამშვების დაბომბვით. ამ გეგმამ, როგორც ჩანს, იმუშავა. აი ესე გამოიყურებოდა ირანის ყოველდღიური რაკეტების გაშვებები. პირველ დღეს ბევრი იყო, შემდეგ შემცირდა. ამასთან იყო გარკვეული კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა ეს იმის გამო, რომ ირანი ცდილობდა დიდი მარაგი შეენარჩუნებინა შემდეგისთვის. დარწმუნებული ვარ, ამაში ცოტაოდენი სიმართლეა. მაგრამ ირანისთვის უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ თუ ამ იარაღებს დამალავ, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება ისინი გაანადგუროს მანამდე, სანამ მათი გამოყენების შანსი მოგეცემა. ფიქრობ, ოთხშაბათის მომხდარი საგულისხმოა.
ისრაელმა დაარტყა სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს, რაც საუს პარკს არ უკავშირდება. ისრაელის სტრატეგიაზე კითხვებს სხვა დროისთვის გადავდებ. სამხრეთ ფარსი ირანის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური აქტივია და მსოფლიოში უდიდესი ბუნებრივი გაზის საბადოა. ამაზე საპასუხო დარტყმის მიყენება მოგინდება, რომ მომავალში ისრაელი შეაჩერო მსგავსი მცდელობისგან. ირანმა საპასუხოდ დაახლოებით 30-ით მეტი რაკეტა გაუშვა და მეორე დღეს დარტყმები აღარ გაგრძელებულა. ბოდიში რომ გრაფიკზე რთულად ჩანს, მაგრამ საუკეთესო მონაცემები მხოლოდ 3 დღიან მოძრავ საშუალოს გვაძლევს. თავარი ისაა, რომ დიახ, ჩანს ირანი რაღაცას რეზერვში ტოვებს. უბრალოდ ეს იმდენად ბევრი არ არის. თუმცა ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო მარაგების საკითხი ნაკლებად ნათელია. ეს სამიზნეები შეერთებული შტატებისთვის მესამე რიგის პრიორიტეტი იქნებოდა ანტისაჰაერო სისტემების და შემდეგ ზემოთხსენებული ხმელეთზე დასარქმელი რაკეტების შემდეგ. CENTCOM-მა ახლახან გამოაცხადა სპეციალური დარტყმა ასეთ სამიზნეებზე. ასევე არ გვაქვს გაშვების მონაცემების ნახვის შესაძლებლობა, რადგან ირანს ამ ომის ძალისხმევის ეს ნაწილი ჯერ არ ჩაურთავს. დაბალ დონეზე მათი გამოყენება ირანს მყისიერ პრობლემას უქმნის. რაკეტები რადარებზე ჩნდება და როცა შეერთებულ შტატებს ცაში მუდამ ყავს საპატრულო თვითმფრინავები, პასუხი შეიძლება სწრაფად მივიღოთ. ირანი ცდილობს ამას დაუპირისპირდეს რაკეტის გამშვები დანადგარების სათურთოებზე დაყენებით, რაც ძირითადად იგივე სწრაფად გადაადგილებისა და სროლის ტექნიკაა, რასაც HIMARS იყენებს. მაგრამ ეს გეგმა ბევრად უკეთ მუშაობს მაშინ, როცა არც ერთი ამერიკული რესურსი არ ელოდება რაკეტების დასატყვორცნად. ეს არ არის რუსეთთან არსებული სიტუაცია, სადაც ფრონტის მიღმა არიან და პასუხი იგვიანებს. მთლიანობაში რაკეტების მიმართულება ყურადსაღებია. ირანს შეიძლება მოკლევადიანი წარმატება ჰქონდეს, სანამ გამშვებ დანადგარებს დაკარგავს. თავარია საკმარისი იქნება თუ არა ესკორტის ხომალდის სტანდარტული გზა გადამჭერი პაკეტები. ირანის მხარეს უსასრულო გამშვები დანადგარები არსებობს. შემდეგი განსახილველი შაჰედის დრონებია. შაჰედები ირანის ჯადოსნური თხვიას გავს, ასე რომ ეს ალბათ თამაშის დასასრულია ASHS-ისთვის. ან წინ ჩემი გაბრაზებული გამოსვლა გელით. ვიცი რომ ზოგი შაჰედი 60,000 ფუტის სიმაღლეზე ფრინავს, მაგრამ მოდი წამით დედამიწაზე დავბრუნდეთ. მგონია რომ ამაზე საუბარი ყოველ სამ თვეში გვიწევს, მაგრამ ისევ მოგვიწია, ოღონდ სხვა კონტექსტით. სოციალურ მედიაში ვხედავ უამრავ განხილვას იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები $1 მილიონ ღირებულ პატრიოტის გადამჭრელ რაკეტებს იყენებს $10,000 შეფასებული შაჰედების ჩამოსაგდებად. ამიტომ შეერთებული შტატები ამ ბრძოლას წააგებს. ამ არგუმენტში ყველაფერი არასწორია. ყველაფერი. დასკვნა არასწორია, რადგან ASHS-ო მდიდარია, ირანი კი არა. შეგიძლია ირანს შეარჩინო, კონდეს ასეთი დიდი ხარჯების სხვაობა და მაინც კარგად იქნები, თუმცა ეს ძალიან სულელური იქნებოდა. არგუმენტის არსებითი მნიშვნელობა არასწორი და შეუძლებელია. Donald Trump-ის განცხადების მიუხედავად ASHS-ს პრაქტიკულად შეუზღუდავი გადამჭრელი რაკეტები არ გააჩნია. ომის დასაწყისში ხელმისაწვდომი იყო დაახლოებით 1000 პატრიოტის რაკეტა. ირანს 10,000-ობით შაჰედი აქვს. პირველი 3 დღის განმავლობაში ირანმა უფრო მეტი შაჰედი გაუშვა, ვიდრე შეერთებულ შტატებს პატრიოტის რაკეტები აქვს. თუნდაც ფული არაფერს ნიშნავდეს, ანგარიში მაინც არ ჯდება. ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ შეერთებულ შტატებს შაჰედები ამ გზით შეეჩერებინა. თავარია, რომ არგუმენტის საფუძველი მცდარია. შეერთებული შტატები სინამდვილეში პატრიოტებს შაჰედების ჩამოსაგდებად არ იყენებს. ყოველ შემთხვევაში რეგულარულად არა. შესაძლოა საგანგებო სიტუაციებში რამდენიმე ასე ჩამოაგდეს, რაც გამონაკლისია. საქმე ისაა, რომ შაჰედები ნელი და პრიმიტიულია, შეურაცხყოფა არ არის. ისინი სპეციალურად ასეა შექმნილი, რომ იაფი და ეფექტური იყოს. არსებობს მიზეზი, რატომაც ASHS-ს ეს დიზაინი დააკოპირა. შაჰედები ნელია და მოუქნელი, მაგრამ უბრალოდ F-35-ები შეგიძლიათ გაუშვათ მათ შესაჩერებლად. ეს თითქმის ნამდვილად იქნება ASHS-ის ესკორტის სტრატეგიის ნაწილი, ისევე როგორც აქამდე იყო შაჰედების შეჩერების სტრატეგიის ნაწილი. არსებობს კიდევ უფრო იაფი ვარიანტები, რომლებიც ცაში უფრო დიდ ხანს რჩებიან. მოდი ამ პლატფორმის განხილვა სხვა დროს გადავდოთ. ეს მხოლოდ ირანის პრობლემების დასაწყისია, თუ ის შეეცდება შაჰედების გამოყენებას. სტანდარტული შაჰედები იყენებენ GPS-ით დამიზნებას და არც ისე ზუსტია, თუნდაც კარგი კოორდინატები ჰქონდეთ. გემები მოძრავი სამიზნეებია.
ესკორტები სრუტის შორეო უმხარესი მოძრავებენ. თუნდაც ირანს როგორღაც შეეძლოს შაჰედის პირდაპირ სანაპიროდან გაშვება, სრუტის ყველაზე ვიწრო წერტილში მისასვლელად მას 12 წუთი დასჭირდება. წარმატებებს გისურვებთ, გამოიცნოთ სად იქნება გემი 12 წუთში. რა თქმა უნდა, როცა შაჰედები გადაგვეთენ, ისინი ჩახშობის ქვეშ მოექცევიან. ამის სტანდარტული გამოსავალია ხელოვნური ინტელექტის მქონე რელიეფის ამომცნობი ნავიგაცია. ეს ბევრად უკეთ მუშაობს მაშინ, როცა რეალური რელიეფია და არა უბრალოდ წყლის დიდი მასა. მეორე მხრივ, ეს ხელოვნური ინტელექტის მართვა შეიძლება დაეხმაროს ხომალდზე დაფიქსირებაში, მას შემდეგ, რაც GPS-ი მას სამიზნის სიახლოვეს მიიყვანს. ამიტომ ერთ-ერთი ღია კითხვა ისაა, რამდენად ეხმარება რუსეთი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს ირანს საპასუხოდ. როგორც არ უნდა იყოს, შაჰედები მაინც ნელებია და ისინი კვლავაც მარტივი სამიზნეები არიან სავარაუდოდ სრუტეში პატრულირებისთვის განკუთვნილი საჰაერო ესკორტებისთვის. საერთო ჯამში ირანს ურჩევნია შაჰედები შეინახოს და ხმელეთზე არსებულ სამიზნეებზე ჯგუფური ერიშისთვის გამოიყენოს. ამიტომ ეს საკითხი დაბალი დონის საფრთხეა. რა სიტყვით დრონების მეორე ტიპზე? ძველი, კარგად ნაცნობი კვადროკოპტერი. თეორიულად ეს შეიძლება იმუშაოს, თუმცა ნაკლებ ზიანს მიაყენებს ვიდრე შაჰედი. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა მან სხვამ, არ ვიცით ვინ, ასე მოიქცნენ რამდენიმე რუსული ჩრდილოვანი ფლოტის სამიზნეზე. თავარი განსხვავებაა ამერიკული ესკორტების არსებობა. რუსეთის საზღვაო ფლოტს არ ყავს გემი, რომელიც ჩრდილოვანი ფლოტის თითოეულ წევრს გააკონტროლებს. კურე საკმარისად პატარაა იმისთვის, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველაფრის კონვოირება შეძლოს. ეს კარგი ამბავია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ჩამქშობები სავარაუდოდ საკმარისი იქნება კვადროკოპტერების გასანადგურებლად. სტანდარტულად ხმელეთზე ჯამერებისა და GPS სპუფერების წინააღმდეგ ოპტიკურ ბოჭკოვან დრონებს აგზავნიან მათ გასანეიტრალებლად. ეს ზღვაში არ იმუშავებს, რადგან მანძილი კაბელებისთვის ძალიან დიდია. დავამატებ იმასაც, რომ ამ სფეროში ინოვაციისთვის დიდი სივრცეა, ასე რომ კვადროკოპტერებს არ უნდა ჩამოწეროთ. ნუ ფიქრობთ, რომ ეს უკრაინულ ბრძოლას დაემსგავსება. ზღვის ვექტორებზე გადავიდეთ, რა სიტყვით სწრაფმავალ კატარღებზე. არსებობს შეხედულება, რომ ეს არა მხოლოდ ტანკერების, არამედ თავად აშშ-ს საზღვაო ძალების ფუნდამენტური სისუსტეა. მტკიცებულებად მოყავთ აშშ-ს ხომალდ ქოულის ინციდენტი. ერთმა სწრაფმავალმა ნავმა ქოულის პორტზე დიდი ხვრელი გააკეთა და 17 ადამიანი დაიღუპა. ამიტომ ჰორმუზის სრუტეში ნადირობა დაიწყებოდა. მოდით ნუ ავაგებთ სამხედრო სტრატეგიას მე-4 საუკუნის წინანდელ ერთ ინციდენტზე. ქოულზე თავდასხმა მოხდა, რადგან აშშ-ს საზღვაო ძალებს მკაცრი ჩართულობის წესები ჰქონდა და ეკიპაჟმა სწრაფმავალ ნავს გემთან მიახლოების უფლება მისცა. ამ ინციდენტზე აშშ-ს საზღვაო ძალებმა ჩართულობის წესები განაახლეს. და რა თქმა უნდა, საბრძოლო ზონის შუაგულში ნებისმიერი სწრაფმავალი ნავი, რომელიც კონვოის ახლოს აღმოჩნდება, ტრის მებრძოლად ჩაითვლება. მათი ჯგუფები სწრაფად გადაადგილდებიან, მაგრამ იარაღს ვერ გაექცევიან. აშშ-მ განათავსა 10 ვართოგები სწრაფმავალი ნავების ჰაერიდან გასანადგურებლად. თუ თანამედროვე პრობლემებს თანამედროვე გადაწყვეტილებები სჭირდება, უძველეს პრობლემებსაც უძველესი და უფრო ეკონომიური გზები სჭირდება. ამიტომ სწრაფმავალი ნავები საფრთხის იერარქიაში დაბლა არიან. დავუბრუნდეთ დრონებს კიდევ ერთხელ, მოდით ისინი ოკეანეში ან წყალქვეშ მოვათავსოთ. ოკეანეში ეს ისევ ძალიან გავს სწრაფმავალ ნავებს. ყველაფერი რაც ახლოს მოვა, მაშინვე ცეცხლის ქვეშ მოხდება. სვალობა აქ იმაშია, რომ დრონების ჯგუფურად გამოყენება ბევრად უკეთესი იდეაა, ვიდრე სწრაფმავალი ნავების. მეორე შემთხვევაში კი ბევრი მებრძოლი დაიღუპებოდა. შეიძლება უბრალოდ რესურსები დაიკარგოს, მაგრამ ერთმა მაინც სერიოზული ზიანი მიაყენოს. წყალქვეშა დრონები უფრო დიდი საფრთხეა და ჩვენ დრონებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როცა წყალქვეშ ჩავდივართ, რადგან შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ ირანის ტრადიციული წყალქვეშა ნავების მთელი ფლოტი გაანადგურა. აქ ილოცეთ, რომ სონარი კარგად მუშაობდეს და შეეგუეთ ჩაუნგდებლის უფრო მაღალ ფასს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეგიძლიათ რუსულ ხომალდს არ დაემსგავსოთ. თუმცა ეს კიდევ ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, სადაც ირანის შესაძლებლობები გაუმჭვირვალეა. უკრაინას წლები დასჭირდა ამ ტიპის ტექნოლოგიაზე მუშაობისთვის. თუ ირანი 2023 წელს ამ დღისთვის არ ემზადებოდა, მას ეს შესაძლებლობა ჰაერიდან ვერ გაუჩნდება. ბოლოს, ნაღმებია. ჩვენ განვიხილეთ, რა პრობლემებს შეხვდება ირანი ამ ქმედების შემთხვევაში და როგორ მიატოვა აშშ-მ ნაღმების გაწმენდის შესაძლებლობა ცივი ომის შემდეგ.
თუ ირანი ნაღმებს დააგებს, განცმენდებმა ჯერ უნდა გაიარონ, სანამ კოლონა წაიძევს. თეირანმა ეს უნდა გაითვალისწინოს, თუ პროცესის შეჩერება უნდა. შემდეგ იქნება რთული პერიოდი, როცა შეერთებული შტატები შეეცდება განაღმვის საშუალებების განლაგებას და იმედია ირანის ნაღმზიდებსაც სწრაფად გაანადგურებს, რომ პრობლემა არ გამწვავდეს. ან პრობლემა გაიზრდება და ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ, რა დათმობებს გამოსტყუებს ევროპა თეთრ სახლს დახმარების სანაცვლოდ. მე ამას დიდ საფრთხედ არ ხედავ ტანკერებისთვის, როცა ისინი ესკორტში იქნებიან. მათ ეწოდინებათ, გადაკვეთა უსაფრთხოა თუ არა. ეს არ იქნება ისეთი აზარტული თამაში, როგორიც სრუტის გადაკვეთაა სხვა 5 პრობლემის პირობებში. ეს პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. თქვენ არ გჭირდებათ ლოდინი ჩემი შემდეგი ვიდეოსთვის. რამდენიმე დღის წინ კითხვა-პასუხის სესია ჩავატარე Lines on Maps Extra-ზე. ნახეთ აქ. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად.